დღეს ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია პარტია საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ლიულაშვილი, პარტიის საარჩევნო ნომერია 17. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით, ტელემაყურებლებს. მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვკითხოთ პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე და ამავდროულად საინტერესო არის როგორ აპირებთ მათ სისრულეში მოყვანას და განხორციელებას. გისმენთ. მივესალმები საზოგადოებას, ალბათ დამთხევა არის და სასიამოვნო დამთხევა არის, რომ დღეს არის 17 ოქტომბერი, პარტიაც 17 ნომრით მონაწილეობს და დღეს არის ვეტერანთა დღე. მე მინდა მიულოცო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს ეს დღე, თუმცა ხაზგაუსმევ რომ მის ალოციც ბევრი არაფერი არ არის, მათი მდგომარეობა ისეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გულისხმობ, რომ ალბათ უმჯობესი იქნებოდა ცოტა გაუმჯობესებული იყო მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტები არის ზუსტად ის სოციალური საკითხები, რაც მოსაგვარებელია ქვეყანაში და ზუსტად უმძიმე მდგომარეობაში არიან ვეტერანები, პენსიონერები და აი ამ საკითხების მოგვარებით დავიწყებთ, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დონეზე. თუ ჩვენ მოხდით, რა თქმა უნდა, პარლამენტში. ბატონო გიორგი, ნახეთ, როგორია თქვენი პარტიის სოციალურ-ეკონომიკურ დეტალებზე აკეთებთ აქცენტს და ფიქრობთ, რომ პირველი რიგის ამოცანები სწორედ ეს არის და ეს არის მოსაგვარებელი. აი ამ ნაწილს რომ გავყვეთ უფრო ვცლად, როგორ აპირებთ მათ აღმოფხვრას და მოგვარებას? მე ხაზგაუსმა იმ მომენტს, როდესაც ქვეყანაში შეიქმნა საპენსიო ფონდი და საკმაოდ დიდი დანაზოგი არის ამ საპენსიო ფონდში. ეს საპენსიო ფონდი ინვესტირება დაიწყო სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში და არ ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ამ თანხების ინვესტირება. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ზუსტად ამ საპენსიო ფონდით მოხდეს დაანგარიშება და პენსიონერებს გაეზარდოთ პენსიები. შესაბამისად, პრინციპი უნდა იყოს აგებული ზუსტად იმ საკითხზე, რომ პირდაპირ მოხდეს ამ არ დაგროვდეს საპენსიო ფონდში, არამედ პირდაპირ გაიცეს და პენსიონერებზე აისახოს. გაიზრდება სამუშაო ადგილები, გაიზრდება ხელფასი, გაიზრდება პენსიებიც. ჩვენ მიმართულებით ვიმუშავეთ და ეს დაანგარიშება, როდესაც განვახორციელებთ, პენსიონერის დღევანდელი პენსია შეიძლება გაიზარდოს სადღაც 3000 ლარამდე. შეიძლება უფრო მეტიც, იმიტომ რომ ამას სჭირდება შესაბამისი დაანგარიშება და პენსიონერის შესაბამისად პენსიონერი დაინტერესებული იქნება იმ საკითხით, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ხელფასი. შვილმა უნდა არჩინოს თავისი მშობელი. ჩვენ ასევე ხაზგაუსმევთ, რომ მოდით პირველ რიგში ამ ნაწილზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, როდესაც პენსიონერებზე საუბრობთ. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება რა ეტაპზე მოგცემთ ამის საშუალებას? ეს იქნება მყისიერად თუ თქვათ გარკვეულ პერიოდზე არის განვითარებული? ეს საკითხი არის მყისიერად, მე ხაზს უსვარ, რომ ეს დაგროვებული არის ეს საპენსიო ფონდში და ფაქტიურად სანამ ახალგაზრდები, რომლებიც ამ საპენსიო ფონდში იხდიან ამ გადასახადს, შესაბამისად, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევენ, ის თანხა შეიძლება აღარც არსებობდეს და დღეს ისეთი პროცესები მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში, რომ შეიძლება სახელმწიფოებრიობაც კი დაგვაკარგინონ და შესაბამისად მე ხაზი მინდა გაუსვა იმ საკითხს. დღეს ვეტერანთა დღე არის და მინდა ვეტერანებსაც მოუწოდოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოდით იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგარიყო და სეპარატიზმის წინააღმდეგ ვიყავით მომართული. დღეს აღმოჩნდა, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შემოღებული არის ცალკე თემად და საგნად აფხაზეთის ხალხის ისტორია და კულტურა. ეს არის გამოყოფილი საქართველოს ისტორიისგან ცალკე და შესაბამისად ეს არის აკადემიური აღიარება აფხაზეთის და როდესაც ხელისუფლება გამოდის და ბოდიშს უხდის სეპარატიზმს, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელი. მე მოუწოდებ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ცლად ვისაუბრებთ
სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება იყოს დამალული და საზოგადოების კურსმიღმა, ასე რომ ვთქვათ, მიჩქმალული. ამიტომ ეს არის ქვეყნის ღალატი და აკადემიური აღიარება უნივერსიტეტის მიერ ხას უსვავ დედა უნივერსიტეტის მიერ ხდება ეს. და იქ მყოფი სტუდენტები, როდესაც გამოდიოდნენ და რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, მე საკითხს ვაყენებ, ეს გაცილებით მეტი მტკივნეულია, გაცილებით დიდი ღალატია, ვიდრე ის რუსული კანონი რაღაცა ვიღაცას თანხებს რომ მოწმებდნენ. პროგრამულ პრიორიტეტებს რომ დავუბრუნდეთ, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ამას ასახელებს. მე ხაზს გავუსმევ იმ საკითხებს, ანუ აქ არის მოსაგვარებელი შრომითი საკითხები, რომელიც მშრომელი ხალხის მიმართ უნდა იყოს აუცილებლად საკანონმდებლო დონეზე დაცული და ამ საკანონმდებლო დონის კანონმდებლობის შეცვლა განაპირობებს ზუსტად ეკონომიკის განვითარებას. დღეს არის ფაქტიურად საშუალო და მცირე ბიზნესი განადგურებული ჩვენ ქვეყანაში მონოპოლიზირება ხდება გარკვეული დარგების და შესაბამისად ეკონომიკა ვერ განვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ფაქტიურად კანონმდებლობაში რა არის მაშინ შესაძლებელი იმისთვის რომ ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანაში? აუცილებელი არის ხელისშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან საშუალო და მცირე ბიზნესის საშუალო ფენის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ქვეყანაში და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რომ ის დაგროვებითი პენსია გროვდება და სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიდის მათი დაბანდება და ჩვენ როდესაც ინვესტიციებს ვეძებთ სხვა ქვეყნებიდან ეს ცოტა შეუთავსებელი არის ის თანხები პირდაპირ გაიწეს იმ პენსიონერებზე შესაბამისად პენსიონერი წავა და პურს საზღვარგარეთ კი არ იყიდეს ამ ქვეყანაში დახარჯავს იმპულსს და მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება ანუ ჩვენს ეკონომიკაში მოხდება და 5 მილიარდზე არის საუბარი რომელიც დააგროვეს და ეიფლის და სხვადასხვა კომპანიების და სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში მიდის აი ეს თანხები ზუსტად ეს არის გადინება ხდება ჩვენი ქვეყნიდან როგორც ფინანსების, ასევე იმ ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ რაღაცა შექმნათ. ასევე ხელშეწყობა უნდა მოხდეს დემოგრაფიული მხრივ და ჩვენ გვაქვს სერიოზული პროექტები ამასთან დაკავშირებით, ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმ საკითხებს, რომელიც ახლახანს სრულიად ახლახანს ხდებოდა 2020 წლიდან 23 წლის ჩათვლით, როდესაც კოვიდი მძვინვარებდა და ამდენი 17000 ადამიანი დაიღუპა ეგრეთ წოდებული კოვიდით და არ ხდება მათი გამოძიებები, ამ საკითხების დაყენებაც იქნება ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ იმ გარდაცვლილი ჭირისუფლებს ზუსტადაც ჭირდებათ იმ დანაშაუების დასჯა, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული. მე ხაზს გავუსვა, რომ დღესდღეობით უამრავი საქმე არის თაროებზე შემოდებული, მოსახლეობა ჩივის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერს არ აკეთებს და არის შემოდებული თაროებზე. ასევე მე ხაზს გავუსვა იმ საკითხს, საბჭოთა ანაბრების საკითხი არის დასაყენებელი, საბჭოთა ანაბრები და საბჭოთა sapensio ფონდი, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა, ანაბრები იყო 50 მილიარდი ოქროს მონეტი, ხოლო საბჭოთა sapensio ფონდი 30 მილიარდი ოქროს მონეტი და ეს გახდათ სახელმწიფოს შიდა ვალი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს შიდა ვალი. დღეს ამასთან დაკავშირებით არავინ არ საუბრობს და ხაზს გაუსვავ, რომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახლავთ რუსეთი და რუსეთმა ზუსტადაც აიღო თავის თავზე როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო ვალი, ასე საგარეო ვალის გასტუმრება, ასევე საშინაო ვალის გასტუმრება. გარკვეულ რესპუბლიკებს მათ გაუსტუმრეს და ეს ცნობილი არის ანაბრების გასტუმრება მოხდა საქართველოსთან მიმართებაში ეს უცნობი არის ჩვენთვის გადაიხადა თუ არა რუსეთმა და გაუსტუმრა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ის ანაბრების თანხა და ის საპენსიო ფონდის თანხა ეს არ არის დაკარგული როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ გარკვეულმა ძალებმა მე ხაზს გავუსვავ რომ დღესაც მიანაბრეები რომლებიც
ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მოელიან ამ თავისი ანაბრების დაბრუნებას. ასევე ის მემკვიდრეობით შეიძლება რომ გადაეცეს და მათი მემკვიდრეები, მათი შვილები და შვილიშვილები მიიღებენ იმ თანხებს, რაც მათმა წინაპრებმა დააგროვეს და საბჭოთა კავშირის სისტემაში შემოიტანეს. ასევე საბანკო სისტემას დღესდღეობით საბანკო სისტემა, რომელიც მომსახურების სფერო უნდა იყოს, გადავიდა მაკონტროლებელ სფეროში. ფაქტურად ბანკები აკონტროლებენ ჩვენს მოსახლეობას. არაერთი შემთხვევა არის, როდესაც ხდება მოსახლეობასთან ამ წინასაარჩევნოდ სატელეფონო დარეკვები და შესაბამისად გამოკითხვებს ატარებენ. საიდან აქვთ ეს სატელეფონო ინფორმაცია გარკვეული პარტიების მაგალითად ლელოს წარმომადგენლებს, როდესაც გამოკითხვას ატარებენ. მსგავსი ადრე იყო, როდესაც ცნობარი იყო სატელეფონო, დღეს სატელეფონო ცნობარი არ არის. და შესაბამისად კანონი კრძალავს თუ პიროვნება არ არის თანახმა ამასთან დაკავშირებით. მე მინდა დავასრულო, ანუ საბანკო სისტემა, რომელიც ხას უსვავ, დღეს სახელმწიფო ბანკი არ არსებობს, ფაქტიურად ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ კერძო ბანკები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ როგორც შეცვალონ პირობები, ისე რომ არც კი გაგაფრთხილონ. ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა პირადად გამოცდილება, პარტიას ჰქონდა გამოცდილება, როდესაც ანგარიშები გაყინეს და მოითხოვეს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც ბანკს საერთოდ არაფერში არ ჭირდებოდა პარტიის ყრილობის ოქმის დედანი. რაში ჭირდება ბანკს პარტიის ყრილობის ოქმის დედანი? ცოტა შეუსაბამო ის იყო. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად ბანკები, კერძო ბანკები გადასული არიან კონტროლზე და არა მომსახურებაზე. მე როდესაც შემაქვს თანხა ბანკში, ის უნდა მომემსახუროს მე და არა ის, რომ მე გამაკონტროლოს. რას ვაკეთებ და ჩემი ცხოვრების იმას შემოიჭრას. და ამას გამკონტროლებელი არ ყავს. სახელმწიფო ბანკი, რომელიც ეროვნულ ბანკად მოისაზრება, პირდაპირ აცხადებს, რომ მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, რომ გააკონტროლონ ბანკები. ეს არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი. ნებისმიერ დროს შეუძლია ბანკს უარი გითხრას მომსახურებაზე, ისე რომ ახსნა განმარტებაც კი არ გააკეთოს ამასთან მიმართებაში. ნებისმიერი დოკუმენტი მოითხოვოს ჩვენგან მისატანად. გასაგებია, ბატონო გიორგი, 3 წუთი დარჩა დაახლოებით და მინდა რომ კოალიციური მთავრობის ფორმირების პირობებში მაინტერესებს თქვენი პოზიცია, ვისთან ითანამშრომლებთ და ვისთან გამორიცხავთ თანამშრომლობას მანდატების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა. კოალიციური მთავრობა, როდესაც საუბარია კოალიციური მთავრობაზე, იქ პიროვნებები არის, ანუ მთავრობაში ვინ იქნება წარმოდგენილი, იმის მიხედვით განისაზღვრება ეს. და თანამშრომლობა ვითანამშრომლებთ იმ ჯგუფთან, რომელიც იქნება ეროვნულად განწყობილი, იქნება ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული და მათთან ერთად ვითანამშრომლებთ. დღესდღეობით ასეთ ძალას ჩვენ ვერ ვხედავთ, ხას უსვავთ. დღესდღეობით მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული ღირებულებების დაკარგვა. მე ხას უსვავ. დღეს არის დანაშაული, როდესაც აფხაზეთის ხალხის ისტორიას და კულტურას დამოუკიდებლად ასწავლიან ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და ამას აქ აკრედიტაცია მიცემული სახელმწიფოს მიერ. განათლების სამინისტრომ მიცა აკრედიტაცია და რა დღეში არის ჩვენთან განათლების სისტემა და რა დღეში არის ქვეყანა განათლების მიმართულებით რა შეცვლიდით, ბატონო გიორგი? ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც მათ სისხლით დაღვარეს და იბრძოდნენ და ბევრიც დაიღუპა, დღეს არის ფაქტიურად მიტოვებული და იმასაც გვეუბნებიან, რომ თურმე თქვენ ტყუილა გიომიათ იქ და ის ბიჭები ტყუილა არიან ჩახოცილები. ბატონო გიორგი, დაახლოებით 1 წუთი დაგრჩათ და თუ გსურთ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, თუ რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი? მე მოუწოდებ მოსახლეობას აუცილებლად არჩევნებზე მოვიდნენ, აუცილებლად უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, თქვენ ცვლით ყველაფერს, მოსახლეობაზე არის ბევრი რამე დამოკიდებული და ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის ძალაუფლება ქართველ ხალხს. თუ ქართველმა ხალხმა
არ ჩაიგდო და არ დაიბრუნა ძალაუფლება, ჩვენ არაფერი არ გვეშველება და შესაბამისად მოხდება ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ ის პროცესები და ცოტა ხანში ამოვყოფთ ისევ რომელიღაცა კავშირში, სადაც არაფრის უფლება არ გვექნება, ისევ და ისევ ჩვენი ეროვნული ინტერესები იქნება გაცამტვერებული და მოხდება ზუსტად სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. მე მოუწოდებ ქართველ ხალხს საქართველოს დაუჭირონ მხარი 17 ნომერი შემოხაზონ იმისათვის რომ შევებრძოლოთ და მოგვეცეს ბრძოლის საშუალება საკანონმდებლო დონეზე და დავამარცხოთ ის მომხდურები, რომლებიც ქვეყანას ანგრევენ. ჩვენ ეს შევძელით კოვიდის დროს, როდესაც შევაჩერეთ ჯანმოს მოქმედებები და დღესაც ყველა კარგად ხედავს იმას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდან ცდილობს რეგისტრაციის გავლას. გმადლობ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახდათ პარტია საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, პარტიის საარჩევნო ნომერი გახლავთ 17.